აკი გითხარით, გვითხრეს, ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. მაგრამ ატეხეთ თქვენ ამბავი და ახლა კოცები ფიქრობენ როგორ დაგარწმუნონ რომ ევროპასაც სიტყვა ეთქმის. ბევრი ფიქრი არაა საჭირო, ევროპაც ჩვენსკენაა. ამიტომ ახლა ვიზიტები იქითაცაა მოსაწყობი, მაგრამ თუ არავინ გვიღებს, არა, როგორ არავინ. სად გვიღებენ და გვმასპინძლობენ? უნგრეთში, კიდევ უნგრეთში და კიდევ უნგრეთში მეთქი კაცო. კოპახიძე აშგაბადსა და აშგაბადში ვიზიტებს შორის ბუდაპეშტში იყო 2024 წლის ნოემბერში, შემდეგ მაისში და ივნისში. რა გამოდის? ივნისში შემდეგ არ ყოფილა. წარმოგიდგენიათ. ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი და ვიღაცოი ნარჩევი გენის მატარებელი სხვა პროჭორულელებიც დადიოდნენ ამ ბუდაპეშტში, მაგრამ გულს მაინც კოპახიძე დააკლდა, თვალსაც დააკლდა. გადაავლეთ თვალი სოციოლოგიას. ორბანის პარტია ფიდეში 2026 წელს რეიტინგის მეორე ადგილით ხვდება. არადა 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც შემდეგ ახალი მთავრობა და ახალი პრემიერი შეიძლება მოყვეს. დღევანდელი მდგომარეობით ორბანის პარტიას 37% აქვს, მთავარ ოპოზიციურ ძალას კი ტიშჩას, ანუ პატივისცემისა და თავისუფლების პარტიას 47. განსხვავება არის 10%. როცა 2025 წლის დასაწყისში ერთნაირად მიდიოდნენ. სხვები ძალიან ქვემოთ არიან 6, 5, 3%. მათ შორის არის ჩემი საყვარელი ორკუდიანი ძაღლის პარტია. არის ეგეთი პარტია, მაგრამ მაგაზე და მისნაირებზე სხვა დროს. ახლა კი მთავარზე. როდის ჩავა კობახიძე უნგრეთში? მისი იყოფნა ორბანსაც ჰაერივით სჭირდება, წყალივით და პურივით. განა ბევრი ხავთ ასეთი ერთგული მეგობარი ერთმანეთის გარდა. ორბანია პროჭორელელის მთავარი ფარი ევროკავშირის ერთიანი სანქციებისგან დასაცავად. ქვეყნის ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ტკბილი სიტყვა დასწდება ქართულ რუსებზე, ატლანტიკიდან ფსკოვამდე და დონბასამდე. ამათიანი უნგრეთში ბოლოს კალაძე იყო. რატომღაც საგარეო საქმეთა მინისტრის კი შეხვდა და ლამის დაიტოვა. ბუდაპეშტში ერთი უხეი რომ მერიყავს და იქნებ შენასწავლო როგორ უნდა დედაქალაქის მართვა. ახლა კალაძემ რა უნდა ასწავლოს რომელიმე მერს? მაქსიმუმ რამე სქემა როგორ იყიდოს მეტროს ვაგონები რუსეთში, ან ვარჯიში ჩაუტაროს კენწულაში, ან მასტერკლასები სელფის ჯოხის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებაში და პირდაპირი დანიშნულების გარეშე. მოკლედ, პოლიტიკური ლექციების კურსი ამჯერად არ შედგა.